ზომბი მოწამლეს და იმიტომაც წააგო. გამა ფიურის შედეგები ყველა დაჯდა აბსოლუტურად. ყველა ერთის გარდა. ეს ისეთი თემაა, რომ ლარში რო დაწერ ფეხბურთის ბილეთს რო გააკეთებ თქვათ და ქელეხის სპისოქს რო ჩამოწერ, ხო იცი და ყველა რო დაჯდება და ერთი რო გაგისხავს და ერთმა გუნდმა გამისხავ, ეგ თემა გამოვიდა რა, ანუ. მაშასე პირველი ბრძოლას იყო სანდრო ჯაჯანიძე და გიგი ბერიძე. ჩვენ თქვით, რომ გიგი ბერიძე დაამარცხებდა, ნუ, მცირე უპირატესობით და მასეც მოხდა. თუმცა რა მოხდა პირველი რაუნდი რომ მორჩა, რა მოხდა ჯაჯანიძე გადავიდა რინგიდან, დღემდე არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ შედეგი სახეზეა, ბერიძე გამარჯვებულია, ასე რომ პროგნოზი დაჯდა. ბერიძეს ულოცავთ. რიგითი მეორე პროგნოზიდან მოდიოდა დავით ბადურაშვილი და მერაბ გუკასიანი. პროგნოზში ვთქვი, რომ ბადურაშვილმა თუ იჩხუბა ისე როგორც ჭავჭავაძესთან მეთქი, მოიგებს. ან და რავი, ჭავჭავაძეზე უკეთი ჩხუბა მგონი, საერთოდ დაანოკდაუნა კი არა და დაანოკაუდა, ნოკაუტი იყო ეს, ნოკდაუნი არ იყო. გუკასიანი და რავი, ესეც დაჯდა, ხო? ანუ ეს პროგნოზიც დაჯდა. იმედია ულოცავ ბადურაშვილს და გუკასიანს დაბრუნებას უსურვებ გამაში, ოღონდ ცოტა მოხოდილი. მესამე ბრძოლა ქონდა ჩვენ გიორგი ქიმაძე, ნიკა ბოკელავაძე. თუ პროგნოზებს უყურებდით, გახსოვთ ალბათ რაც თქვი, რომ ბოკელავაძეს მოქნეული ხელი ძალიან სახიფათოა და ზუსტად მასეც მოხდა. სახიფათო იყო და მოარტყა ქიმაძეს. ბოკელავაძემ აღნიშნა ერთ ვიდეოში, რომ იქ ბართან იჯდნენ და გამა ტრენერი ჩემს მხარეს არისო. ინდათ ჩემი პროგნოზი გაინტერესებთ? რას კონდა ვიცანდები მე ვარ. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე. და მეც არ დაგიმალავთ ჩემს აზრს. გამა ტრენერი ჩემპიონაა. პროგნოზები ნაკეთე. ბაზარი არაა და სხვათა შორის რაღაც დონეზე ვიზიარებ მის აზრს, თუმცა ფავორიტად ვერ დაგასახელებ ამ ბრძოლაში. ზოგადად პატარათი გარკვევა მინდა სიტუაციის. მე ირადად ხო კონკრეტულად ვინმეს მხარეს არ ვარ. მე ყველა მებრძოლს პატივცემ, მე ყველა მებრძოლს უდგავარ გვერდში, მებრძოლს, გამას მებრძოლს და ზოგადად თუ გადახედავდით YouTube არხს, იქ წერია მებრძოლების პროფკავშირები. ვინც ერკვევით მაგაში, მიხვდებით რასაც ნიშნავს. ხო და ანუ მე რატო დავიწყე ეს საუბარი? მე კონკრეტულად რომელიღაც მებრძოლის მხარეს არ ვარ, მე მეორე მებრძოლის დამარცხება არ მიხარია, თქვა. ნუ რა თქმა უნდა, ეხა არიან კონკრეტული მებრძოლები, ნუ კონკრეტული რა ეხა? თუ მაგალითად ძმაკაცო, მეგობრო, ოჯახის წევრები ვითა ვართ, ხო? რა თქმა უნდა, გულშემატკირო ვინ მებრძოლს, მაგრამ მაინც საჯაროდ არ ვაჩვენებ. მეორე მებრძოლისთვის ეგ არის, ნუ ვიცი რასაც ნიშნავს, იმიტომაც როგორც გამა ტრენერი არ მაქვს მე მაგის უფლება, რომ
გავაკეთო მასე. ასე რომ ყველა მებრძოლი ჩემთვის ხართ თანასწორი. აბსოლუტურად ყველა მებრძოლი. ყველას პატივს გცემთ და ყველას გაფასებთ. გამონაკლისების გარდა. ასე რომ ეს პროგნოზიც დაჯდა ზუსტად ისე როგორც ვივარაუდე. რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლას, იობაშვილმა და შეღვიაშვილმა გახსნეს პირველი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც ნათქვამი მქონდა, რომ იობაშვილი 70-30-ზე მოიგებდა და მასეც მოხდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო ის ფაქტი. პირველი რაუნდის ბოლოს იობაშვილმა გააკეთა სასწაული რამე. შეიცვალა დგომი და პირველივე დარტყმიდან დაანოკდაუნა შეხვიაშვილი. ეგ იყო რაღაცა სასწაული. პირადად ჩემთვის მოულოდნელიც და რა ვიცი, მე გაუცებული დავჭი ულოცავ იობაშვილს და წარმატებებს უსურვებ. იმედია დიდხანს იქნები ჩემპიონი. შემდეგი საჩემპიონო ბრძოლა იყო დიმა ჯიქია და გიგა თაბუკაშვილი. როგორც აღვნიშნე, თაბუკაშვილი არის მებრძოლი, ეს ჯიქიასთან ბრძოლაშიც გამოჩნდა. არის სასწაული მებრძოლი, მაგარი ადამიანი. მასეთი სახე ალბათ ყველა ნახავდით რა ჭირდა სახეზე, როგორ დარტყმებს გაუძლო და კაცი მეორე დღეს ადგა და წავიდა სამსახურში ჩვეულებრივად. პატივისცემა, რა თქმა უნდა, თაბუკაშვილს. მაგარი მებრძოლი ხარ, მინდა გითხრა. ჯიქიას კიდე, რავი, ულოცავ. მეორედ გახდა ჩემპიონი. და რა ვიცი, იქნებ ისევ 60 კილოში მოიფიქროს ამოსვლა. იქნებოდა. ჩემი აზრით. მოკლედ, ეს პროგნოზიც დაჯდა. ბოლო საჩემპიონო ბრძოლა პიტბულის და ზომბის შორის გაიმარჯვა პიტბულმა. ბევრი წერილი მომივიდა. ერთ-ერთ წერილში ეწერა, რომ ზომბი მოწამლეს. და იმიტომ წააგო. You drug your opponents and you call yourself a fighter? You don't know what you're talking about. You make big რაც შეუძლია ზომბის იმის 20% არ ანახა ხალხს, მოდი ასე ვიტყვი. და რეალური ვერსიით, რაც დარწმუნებით ვიცით, პირველ რაუნდში სადღაც 10 წამი იყო გასული, მოიტეხა ზომბიმ ნეკნი. მთელი რაუნდები ნეკნით გიოდა ეჭირა ესე. ხელი ვერ იხრებოდა, ვერ სუნთქავდა ფაქტიურად. პროგნოზებში ეგ არ დაჯდა. მე ვთქვი, რომ თანაც დარწმუნებით ვთქვი, რომ ზომბი მოიგებდა, მაგრამ არ მოხდა ასე. ერთ რაღაცას ვეთქვი პიტბულ. მომავალ ბრძოლამ. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო ბუკმეიკერებზე ჭკვიანი გამა ტრენერი. მომავალ შეხვედრამდე.